დილამშვიდობის მოგესალმებით არხის გამომწერებო ჩამოვედით დღეს ისევ ნორიოში მე და ნინა ვაგრძელებთ ვარჯიშებს ვაგრძელებთ ცნას დიდი ხანია არაფერი გადამიღია მიუხედავად იმისა რომ დავდიოდით მინდორში გქონდა რამოდენიმე გამოსვლა ვიყავი ნინასთან ერთად ასევე ყავდა გვერდზე სით გამოყვანილი როლანდის როკოს ძაღლი პოინტერი რომელიც ვიდეოც მანამდე დავდე და გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ძაღლი უკვე არის მორჩილებაში არის კონტაქტში დაიწყო ნაბულების კეთება ამ დღეებში კიდე ერთად ჩამოვალთ მე და როლანდი ვიდეოსაც გადავიღებთ რავი ვაგრძელებთ ისევ ცნას და ვარჯიშებს ნინასთან ერთად გადავიღებთ დღევანდელ გამოსვლას დღევანდელ ვარჯიშს მინდა ერთ თემას შევახო მინდა რაღაც თემაზე ვისაუბრო თქვენი აზრიც მაინტერესებს და თქვენთან ერთად განვიხილო ეს საკითხი და ერთად გავიაზროთ რაზეც მინდა ვისაუბრო აბა დანარჩენს სულობაში გადავიხებ დროებით ოკეი ნინა წავიდეთ თავიდან ცოტა იყო ვითომნიავი და ახლა ჩადგა მაგრამ არა უშა ძალიან კაი სიგრილია ნახოთ რა გამოგვივა მინდა ერთ ესეთ საკითხზე ვისაუბრო თქვენთან ერთად განვიხილო და რა თემას ეხება ეხლავე გეტყვით მოკლედ ყველა მიცით როგორც დგება აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი მაისის დასაწყისიდან მაისის შუარიცხვებამდე უკვე იწევს მწყერის შემოსვლას მიგრირებს თბილი ქვეყნიდან ჩამოდის საქართველოში სადაც ბუდობს მრავლდება და შემდეგ ისევ მერე აკეთებს გადაფრენას თბილი ქვეყნებისკენ რომ გამოიზამთროს რა როდესაც მწყერი შემოდის მაქსიმალურად ყველა ვცდილობთ რომ ვიაროთ ცნად გეშოთ ჩვენი ძაღლებია თუ ლეკვები და ამ პერიოდში როდესაც მწყერი ახალი შემოსულია ფრინველი რომელსაც აქვს ნაფრენი დაახლოებით შეიძლება 3000 4000 3500 კილომეტრი ძალიან გამხდარია და ჩამოვიდა საქართველოში ვიწყებთ მასზე ძაღლების გეშვას ანუ ისი თქვა მინდა როდესაც ფრინველი მოფრინდა ამხელა პერიოდის ამხელა მანძილის გადაფრენის შემდეგ ბუნებრივია ენერგია დახარჯულია კალორიები დახარჯული აქვს ძალიან პატარაა თვითონ ცხიმი არ აქვს და მაინც ხერხდება ის რომ ამ ახალ შემოფრენილ მწყერზე ვახდენ ძაღლების გეშვას და ძაღლები ამ მოფრენილ მწყერს აფიქსირებენ უკეთებენ ნაბულს და ხდება მასში მათი გაწაფულობა ანუ ისი თქვა მინდა ვიცით რომ მწყერი წამონინა არა მწყერი არის ერთ-ერთი რთული ფრინველი და ერთ-ერთი რთული ძნელად მოსაპოვებელი ფრინველი იქედან გამომდინარე რომ მინდორში ზის ერთი ან მაქსიმუმ ორი თუ გადაფრენას არ აკეთებს და ერთად შეგროვილები არ არიან მინდორში ზიან ან წყვილად ან ცალად ანუ პატარაა ფიზიკურად სუნიც ნაკლები აქვს და ამ ფრინველის მოდი ნინა რა იყო როგორ დადიხარ ამ ფრინველის დაფიქსირებას ძაღლი მაინც ახერხებს ანუ არა გვაქვს ჩვენ საქართველოში იმის საშუალება და იმის პირობა რომ კაკაბზე და გნოლზე მოვახდინოთ ძაღლების გეშვა კაკაბი და გნოლი ვიცით რომ არა კაკაბი და გნოლი მინდორში გუნდება ცხედან უფრო ბევრი არიან და მათი არა მარტო ფრინველი სუნი არამედ ის ადგილი სადაც ეს გუნდი არის ჩამჯდარი ბევრად დიდი სუნია და ძაღლისთვის ამ სუნების ახმა უფრო იოლია და მასზე ძაღლის გეშვა ბევრად ადვილია მაგრამ მაგის საშუალება აღარც არ არის საქართველოში იმიტომ რომ გნოლი და კაკაბი სადაც ფუ
არა ფუ წავიდა მიდი ნოლ და კაკაბი სადაც ბინადრობს იქ საღლის გეშვა ან არ გამოდის რელიეფიდან გამომდინარე ან შორს არის ან ხელი არ მიგიწდება ნუ ფაქტიურად ძნელია რა რაოდენობაც როგორც მე ვიცი არ არის რაოდენობა ოჩახნა ნელა რო ძაღლი ვატაროთ და გეშოთ ანუ რისი თქმა უნდა ნელა მიდი უდი წინ მიდი წინ stop ჩემთან კარგი გოგო მოდია ჩემთან აუცილებლად ჩემთან ვაიმე მეორე ჩემთან მოდია ჩემთან ვაიმე რამდენია რა გვერდზე სით მოვაშოროთ ეხლა ამ ადგილს აუცილებლად იმიტომ რომ რავი სამი ფრან ერთი გვერდზე ფეხთან აუცილებლად ეს მიტრიალდება ამ ფრინველისკენ ამ ადგილისკენ სადაც ეს ჩემთან მოდია და არ უნდა მოხდეს იმ ადგილის ქექვა აუცილებლად წამო აქეთ მოდი რა ამბავ ნახე მე აი ეს უკვე ბარტყებია რომელიც ეს ბარტყებია უკვე რომლებიც გამოიჩეკნენ ძალიან კარგი ანუ რისი თქმა მინდა რომ გნოლს და კაკაბზე რაღაც არ გვეძლევა საშუალება ასევე არის ძალიან კარგი ფრინველი ჩიბუხა რომელიც ასევე ძალიან ცოტაა საქართველოში მასიც ძალიან კარგია ძაღლის გეშვა მაგრამ არ არის ბევრი რაოდენობრივად და კონკრეტულ რეგიონებშია ამიტომ გვიწევს მწყერზე ძაღლის გეშვა და საით მიყავს ლაპარაკი რა რომ მაინტერესებს და პირველ რიგში მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ყველას შევას გავიგებ და თუ გაქვთ რამე ინფორმაცია დაზუსტებული ინფორმაცია რომ როდესაც წერი მოფრინდა როგორც დედალი წერი მოფრინდა ესე მამალი წერიც მოფრინდა მაისის თვეში იწყებს ბუდობას ირჩევს ადგილს სადაც იწყებს ცხოვრებას იკვებება და იწყებს გამრავლებას რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა რომ ყველა აფიქსირებს რომ წერმა სუნი დაკარგა წერი დაჯდა ბუდეზე და ძაღლს უჭირს ფრინველის პოვნა მაინტერესებს თქვენი აზრი და თუ გაქვთ რამე ინფორმაცია რომ თუ წერი მოფრინდა რომელმაც იფრინა ამდენი 3-5,000 კილომეტრი ჩამოვიდა საქართველომდე და ახალ ჩამოფრენილ წერს აქვს სუნი როგორც კი ჩამოვიდა დაბინავდა დაიწყო ყვება და ემზადება გასამრავლებად და გამრავლების პროცესში სუნი ეკარგება ვინმეს თუ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია რომ თუ წერი მოფრინდა და პირობითად მისი სხეული გამოყოფს 100%-ით რაღაც სუნს როდესაც ბუდეზე დაჯდა რამდენი პროცენტით კარგავს სუნს ანუ ისე თქმა მინდა რომ როცა ბუდეზეა წერი ყველა იძახის რომ სუნი დაკარგული აქვს და ძაღლები ვერ პოვრობენ მე ამაზე არ ვეთანხმები ჩემი პირადი აზრია და კიდევ ვიძახი არავისთან საკამათოდ არ ვიძახი უბრალოდ მინდა ინფორმაცია გავცალო და დავდგეთ იმ ჭეშმარიტაზე ყველას ვიცოდეთ ყველა ვიცოდეთ თუ რა ხდება იმ პერიოდში როცა წერი ბუდეზეა თუ დედალი მწყერი ან კრუხი ბუდეზეა ნელა და ზის ბუდეზე რომელსაც თქვათ 100%-იდან ნელა მიდი წინ კაიცა ბანა მიდი წინ მიდი წინ გაგიქცა
მიდი მიდი ტი რაკჭი Stop! Ocha. Stop! Champion! Oh dear! Ocha, champion! Samo. Tu, ანუ რისი თქმა მინდა რომ თუ წერი დაჯდა ბუდეზე, თავისი სუნის რამდენი პროცენტი დაკარგა რა, ანუ 100% სუნი თუ ქონდა როცა მოფრინდა და დაიწყო კვება, დაბინავდა, იპოვა ადგილი სადაც უნდა გამრავლდეს, სუნი სულ დაკარგა? აი მაინტერესებს, ანუ თუ ამ წერმა სუნი დაკარგა და დავიჯერო 1% სუნსაც არიტოვებს და ის 1%-იანი სუნი რაც აქვს დატოვებული, ის ფრინველი მინდა რომ ჩემმა ძაღლმა იპოვოს, ანუ იმ ფრინველს რომელსაც ნაკლები სუნი აქვს, თუ ის ფრინველი იპოვა ჩემმა ძაღლმა მინდორში, მის გაწაფულობაზე და მის ყნოსვაზეა ლაპარაკი. მაგის გარდა პირობით ახლა ჩვენ სადაც ვიდო აქ დაახლოებით შეიძლება 3 ან 4 ჰექტარი მინდორი იყოს პირობითად, არა აქვს მნიშვნელობა. ამ 2 და 3 ჰექტარ მინდორში თუ ზის ერთი დედალი კრუხი მწყერი, რომელიც ბუდეზეა, ხო გამორიცხულია რომ მარტო ის ერთი კრუხი იჯდეს და მეორე მამალი გვერდზე არ ყავდეს. გავიგე რომ ის დედალი მწყერი კრუხი ზის ბუდეზე და სუნი დაკარგული აქვს. მამალი რა შვება ამ შემთხვევაში? მამალმაც დაკარგა სუნი საერთოდ. ანუ ის მამალი მაინც მინდა მიპოვოს ჩემმა ძაღლმა, რომელიც ამ 2-3 ჰექტარ მინდორში არის. ანუ რისი თქმა მინდა კიდევ და კიდევ ის თეორია თუ აქსიომა რაც არის რომ წერი ბუდეზეა და სუნი დაკარგა, ჩემი აზრით არა იმართებული. მაინც უნდა ვატაროთ მაგ პერიოდში ძაღლები მინდორში და ვეცადოთ ის ნაკლებად სუნიანი არა ფუ ნაკლებად სუნიანი ფრინველი მიპოვოს, დედალი კრუხი მწყერი იქნება თუ ის ცალკეული მარტო მამალი. აი ამ თემასთან დაკავშირებით თუ კი ვინმეს გააქვთ რამე დაზუსტებული ინფორმაცია, ოღონდ ის არა რომ აი მწყერი სუნს კარგავს. სუნი არა აქვს ჩემმა ძაღლმა ვერ იპოვა. მაგას არ ვეთანხმები. დოკუმენტალურად კიდე რამე ინფორმაცია თუ შეგიძლია უმოწოდოთ რომ მწყერმა კრუხობის დროს სუნი დაკარგა. ჩემი აზრით მაგ პერიოდში როცა წერი ბუდეზე ჯდება ნახულობს ისეთ ადგილს, იმდენად მყუდრო და წყნარ ადგილს, რომ კაცებლისთვის მისი პოვნა რთული იყოს. თორე ის რომ წერი რომელმაც ამხელა მანძილი იფრინა, კარგი გავიგე დაბინავდა უკვე ცხიმიც მოიკიდა ყველაფერი და მისი სუნის 100% გააქვს, რომ ამ თემას არ ვეთანხმები რა. მე ვფიქრობ ბიბუდებს ისეთ ადგილზე, სადაც ძალიან მიუვალია, ძალიან ძნელია მისი პოვნა და ამიტომ უჭირთ ძაღლებს ამ ფრინველის ნახვა. ეხლა მეორე საკითხი. რა არის ცუდი იმაში, რომ მაგ პერიოდში ვიაროთ მინდორში, გარდა იმისა, რომ მე ვფიქრობ კარგია, რომ ძაღლის ცხვირი უფრო იწაფება, უფრო დაძაბულია და უფრო ჩართული არის და ძნელი ხდება ამ ფრინველის პოვნა. მე არ მაქვს აქ ლაპარაკი 7-8 თვის 1 წლის წინახევის პირველი სეზონის ძაღლებზე, ლეკვებზე, რაც უფრო დიდი ასაკისაა ძაღლი, მით უფრო მეტი შანსია რომ ფრინველი იპოვოს, ახალგაზრდა ძაღლებს გაუჭირდება. აქ არის მეორე მხარე რა, მე რასაც ხედავ პრობლემას, რომ ბუდეზე დამჯდარ მწყერზე მინდორში სიარულისას აქ ერთადერთი და ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ მოხდეს ჩვენი მხრიდან ბუდის დაზიანება რა. სიარულის პერიოდში მე ხალს მაქსიმალურად ვაკვირდები ნაბიჯს სადგამ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ თხელი მინდორი იპოვო, რომ არ მოხდეს ბუდეზე ფეხის დაბიჯება და კვერცხების დამტვრევა.
იმის შემდეგ როგორც კი მწყერმა კვერცხი დადო და იწყებს კვერცხებზე ჯდომას და გამოჩეკვას და უკვე თქვა ბარტყებიც გამოიჩეკა, აქ არის მეორე პრობლემა, რა რომ თუ ძაღლი აყავს კარგად გაწვდილი, კარგად მორჩილებაში არ ყავს დიდი შანსია რომ ძაღლმა მივიდეს და იმ ბუდეზე სადაც ბარტყები არიან თავი ჩაყოს და მოხდეს უშუალო კონტაქტი ძაღლს და ბარტყებს შორის, რაც დამაზიანებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფრინველისთვის შეიძლება ახალგაზრდა ძაღლმა ვერ მოითმინოს და დიდი ალბათობით პირი ჩაავლოს და ის ბარტყები გაჭრიტოს, ვერ მივასროთ ამ პერიოდში, ამ მომენტში მისვლა და ძაღლის მოხსნა, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ უნდა კარგად ვყავდეს ძაღლი გაწვდილი, ხა როგორც კი ნინა თავს ჩახრის მიწაში და იწყებს ქექვას, უნდა მოუშალოთ აუცილებლად, გარდა იმისა, რომ ქექვას იწყებს, შეიძლება იქ რაღაცა იყოს ბუდისნაირი, ბარტყისნაირი და მოხდეს მასზე წატანება. ერთი რომ ლეკვი ეჩვევა ფრინველზე პირით წასვლას, ყბენას, შაკვეჩას და ახდენს მის დაზიანებას. მეორე, შეიძლება ბარტყები და ჩიტი, ბარტყები, ეხლა ჩაჟნე პატარა ორი ბარტყი, მოვიდა. ჩემთან! არა, ჩემთან! ჩემთან დროზე. ნინა! ამ გადაგილი, მოდი აქ წავიდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არის ეს ორი პრობლემა. ერთი რომ ძაღლმა დაიწყოს ქექვა და ჩაყოს თავი და წაეტანოს ბარტყებს და ბარტყები დააზიანოს, ეს არის პრობლემა. ამიტომ ძალიან მაგრად უნდა ვიყოთ დაკვირვებულები, როგორც კი ძაღლი მიწაში დაიწყებს ცხვირის ჩაყოფას, უნდა მოუშალოთ ეგ სიტუაცია, რომ არ მოხდეს ჩემთან! აი, ნაბუზი. აი, ბარტყები ალბათ. Stop! Stop! მოკლედ, ამის ხმა ახლა ფრინველს ამოვაყვანინებ და გავაძგენებ აზრს. ცოტა ნიავი წამოვიდა. აი, ციპოი. წეღან ბარტყები ამოფრინა. მიდი. წინ. ბარტყები აქ აუც. მიდი. წინ. წინ. მიდი. Stop. აი, ბარტყები, ჩოჩრები გამოიჩეკნენ უკვე ჩემთან. ჩემთან, მოდიან, ჩემთან. ჩემთან, მოდიან. ამას ვამბობდი რა. ჩემთან. ჩემთან, გვერდზე. გვერდზე. Down. Down. ამას ვამბობდი რა, ანუ თუ ესეთ სიტუაციას წავოწეთ, უნდა იყოს მზად, რომ ეს პატარა ბარტყები ამ პატარა ბარტყებზე არ მოხდეს ძაღლის მიტანება, რომ პირველ რიგში ბარტყს დააზიანებს და მეორე მიეჩვევა, რომ თვალით ან პირდაპირ ფრინველზე წავიდეს და ცხვირს გათიშავს და ჩემთან გვერდზე. 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 მოხსნათ ახლა ამ ადგილიდან და ჩემთან მე რა გითხარი, გაილახები შენ. გვერდზე. ახლა მოვაშვებ 1.15 მეტრი. გვერდზე. არ გამიშვიხარ. ახლა რამდენი ხანია? ოკეი, წავიდა. არ ყოფილა მინდორში და აზარჩია. აი იქიდან ხმები მესმის სწავლ იქეთ. ანუ ისე თქვა მინდა, ის რომ მწყერი ბუდეზია და ამ პერიოდში არ ვატაროთ ძაღლები მინდორში, ჩემი აზრით ეგ მცდარი აზრია და
მინდა რომ დამეხმარო და დავდგეთ იმ გზაზე რომ გავიარკვიოთ ეგ სწორია თუ მითია თუ როგორ არის თუ არა და ჩემას ვიძახი რომ ის სუნდა კარგული მწყერი მინდა ჩემმა ძაღლმა იპოვოს რომელსაც 100%-დან 1% აქვს სუნი დატოვებული ისევ და ისევ გამეორდები ამ პერიოდის მეორე და ცუდ მხარეზე ის არის რომ მოგე მეორე და ცუდი მხარე ის რომ არ მოხდეს ბუდის და ბარტყების დაზიანება ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ მოდი აი ჩაჯდა ახლა ფილმელი ნიავი კარგად აგვაქვს მოუტრიალდები და ქვევიდან ზევით უნდა ვიარო და სხვასაც და მოდი ნინა მოიწიაქ მოდი ქვემოდე დავი ტემპი კარგად დანის მოკლედ ამ თემაზე მომწერეთ კომენტარებში დაზუსტებული ინფორმაცია თუ გაქვს რა დონეზე კარგავს მწყერი სუნს როცა ბუდეზია ან კარგავს თუ არა საერთო სუნს და განვიხილოთ ვისაუბროთ ნებისმიერ რჩევას ნებისმიერ სწორ აზრს მივესალმები და მივიღებ მოდი ჩემთან კარგი ხოჭა ეს მინდოდა რაზეც მინდოდა მესაუბრა მაქვს ამ თემაზე ნაფიქრი და ვერავინ ვერ მეუნება რომ აი კი არის დაზუსტებული არის დამტკიცებული რომ ბუდეზე დამჯდა კრუხ მწყერს სუნი არ აქვს და პარალელურად მამალ მწყერსაც სუნი არ აქვს და ამ პერიოდში როცა მწყერი ბუდეზია მინდორში არ უნდა ვიაროთ კიდევ და კიდევ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ რომ არ მოხდეს ბუდის და ბარტყების დაზიანება და დანარჩენ მე პრობლემას ვერ ხედავ პირადად რა თუ რამეს მომაწვით ინფორმაციას გავიაზრებ ნელა კარგად აგვაქვს ნიავი ესე ვივლით ახლა პირდაპირ ნახოთ მოდი მოიწიაქეთ ხარ სადღაც აქ ჩაჯდა არა ჩემთან აი სიმინა ხოჭა ნელა ოჯული გამოძრავდა თორე მასი პოვიდა ნელა თუკან აი სალი გამოვტოვეთ ცუდი ფო აი ნახე თავი ჩაყდა უნდა აუცილებლად მოვაშოთ ფუ არა წამოდი წავი აი ახ პერი სხვადასხვა ფრინველი მოძრაობს მინდორში და უნდა განასხვაოს და იპოვოს სანადირო ობიექტი რა და არასანადირო ობიექტზე არ უნდა ქონდეს რეაგირება Stop! Och, კარგი, ბრავო. Stop! Sit. წინა ვიდეოში დავიწყე ახსნა საველე გამოცდების გრაფების და ვისაუბრე პირველი იყო ყნოსვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რის მიხედვითაც ფასდება ძაღლის მუშაობა და შემდეგი მეორე გრაფა არის ძებნა, ანუ როგორ ეძებს ძაღლი ძებნა არის ორი გრაფა ძებნის სისწრაფე და ძებნის მანერა, ანუ ორივე გრაფა ფასდება მაქსიმალური ქულით 1000 ქულით
ძებნის სისწრაფე, აი რასაც გულისხმობს, როგორც ნინადარვის, ეს არ არის მაღალი შეფასება, ბევრად ენერგიულად უნდა დარბოდეს, უფრო ჩქარა უნდა დარბოდეს მაქსიმალურად და ყველა ჯიშს აქვს თავის ძებნის მანერა, უნდა აკმაყოფილდეს ჯიშისთვის დამახასიათებელი მანერით სწრაფად და ესე უნდა დარბოდეს. ანუ ძალიან ენერგიულად მაქსიმალურ სისწრაფეზე უნდა დარბოდეს, შლიდეს ორივე სახსარს სამბარებივით და ძალიან სწრაფად უნდა დარბოდეს, რომ დაეწეროს მაღალი ქოლები ძებნაში, ძებნის სისწრაფეში და ძებნის მანერაში რა. ექსპერტები თუ ხედავენ, რომ გავიდა მინდორში გამოიყვანა ძაღლი და არ ეძებს ენერგიულად, არა აქვს ტემპის სისწრაფე, არის ხშირი გაჩერებები, ხშირად ჩერდება, არა და ტემპს არ აჩვენებს, უკვე იძულებული ხდებიან, რომ მოხსნან გამოცდიდან ძაღლი, იმიტომ რომ ჯიშისთვის დამახასიათებელ ძებნის სისწრაფეს და მანერას თუ არ აჩვენებს, აქვთ უფლება, რომ გამოცდა გააჩერონ და მოხსნან ძაღლი გამოცდიდან. ფერზე მინდოდა ასვლა, მაგრამ ბიჭები დადიან. ხელს არ შეუშლენ, ის გადავალაბა. და ისევ აუცილებლად და შეგეძლოთ, რომ ნებისმიერ დაძახებაზე ძაღლი თქვენთან მოიხმოთ. აუცილებლად არ უნდა ხდებოდეს ძაღლზე სტევნა, ძაღლი გარბოდეს და თქვენ მისდევდეთ. აი როგორც კი კარგი და დაუძახოთ ნებისმიერ დაძახებაზე ძაღლი თქვენთან უნდა გაჩნდეს რა. წავით, ოკეი, მიდი, ვიცი რომ დაიღალე, მიდი, წავით. აბა როგორ გინდა მოგვივიდა სეზონი, წავით დანი. მიდი. თიწოთიც და დავამთავრებთ, იმიტომ რომ ცოდვა ძალიან ცხელა, საერთოდ ნამი არა. არის ჯერ კიდე ფრინველი ნორიოში, ასე რომ იარეთ, ატარეთ ძაღლები, გაწაფეთ. კუდი ახცება კიდე. მიდი. წინ. მიდი. წამ. წინ. მოდი. წინ. Stop. Stop. კარგი გოჩო. საჩოფრინა. ჯაშტ, წამ, ნახოთ ის ჯობია დავამუშაოთ. წამ. არა. ფუ, წამო. ნინა, წამო. აი რაც არა აქვს ნინას, ეს არის რომ როგორც კი ბრძანებას ვაძლევ, უნდა მაქსიმალური ენერგიით გადავიდეს და მოიყვანოს ფრინველი.
მიტანება არა, ძალიან ცოტა ნაბიჯებს აკეთებს და ცუდია იმის ბრალია რომ მე მყავდა ცდილობდი რომ არ გამოკიდებოდა და ვაჩერებდი შეიძლება მაგის ბრალია რა, მაგრამ არის მაგის მეთოდიც, არის მაგის ვარჯიშის დაწყებული მაქვს და იმედია მივახცევ. თავარი იყო ჩემთვის ფრენდას არ გამოკიდებოდა. მაგას მივახციე. ასე რომ ის რომ ფიქრობენ რომ თითქოს მიტანება არ შეიძლება რომ გამოუმუშაო ძაღლს, მაგრამ მაგასაც ვფიქრობ რომ ეს აპირისპირო დავამტკიცო. არის რაღაც მეთოდი, არის რამოდენიმე ვარჯიში და მაგის მიხედვით შემიძლია რომ რაღაც დონეზე მაინც მოუმატო რა ნივარდნის ეფექტი. სადღაც იქ ჩაჯდა ეხლა ფრინველი კოვიდან შემოულით რომ ნიავი წინა გვაქვს და იქნებ ვიპოვოთ. კარგად მიდის რაღაც მანდ უნდა იყოს. მოდი მოტრიალდი მოდი. არა აქეთ მივდივარ მოდი. მიდი ცოტა მიდი პატარა ვიცი რომ დაიღალე. ხამონაკოჩი ნელ-ნელა ვილით რომ მაქსიმალურად ნინა მეტი ადგილი აითვისოს და ეს გადმომჯდარი ფრინველი ვიპოვოთ თან ნიავ წინიდან გვაქვს. ზუსტად ადგილი კი არ მახსოვს, მაგრამ ამ არეალშია რა და დიდი ალბათობით ვიპოვით. ამიტომ ჯობია ცოტა ჩვენ ვიაროთ და ნინა მაქსიმალურად ხალხმა მოუწიო უფრო ჩემთან რომ ვფიქრობ იმ ადგილს გაცდა სადაც ფრინველია დაუძახებ ჩემსკენ. მოდი ახლოს მოდი. კარგი ხოჭა. მოდი შვენიერი, კარგი გოგო. ბრაუნი. მოდი აბა აქედან წადი თავიდან. ოკეი, წავიდა მე. ფუ, მიდი, წავიდა. მიდი ნახე. მოდი. წავიდა, ნახე მიდი. მიდი, წავიდა. დაანებე რას მოსა, მიდი, წამო. ნავი მიდი. ნახე მიდი. აცა. ბალახების ჭამა უნდა და ნედ ბალახს. მოდი, წამო. მიდი. წავიდა. ჰეი, წამო, მოდი. წავიდა. მიდი. მიდი გამოიყენი, ნიავი რას ქიქი, წავიდა. კარგი, მიდი. ნახე. ჰეი, წამ, მიდი. წავიდა. დაცხა ძალიან. წყალიც არ აქვს წამოღებული, მაგრამ არა უშავს. უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ეს პირობა ნელ-ნელა სანადიროს უახლოვდება, ასე რომ უნდა მივეჩვიოთ ამ პირობებში მუშაობას რა, იმიტომ რომ ესეთ პირობებში მოგვიწევს თავიდან სეზონის დაწყება სიცხეებში და სად უნდა ვიხოთ. არა. წავიდა, მიდი. წავიდა, ოჩო. არა, გაუმაზეთ. გაგვიქცა. აუყვეთ ამინდებს ისა. არა, ნელ-ნელა ჯობია. განისკენ გადავიდეთ.
Bravo. Vedi. Poi. Occhio. Già, si da poi. Insomma. Insomma. Vedi. Zin. Zin. Vedi. Zin. Vedi. Barbie. Zam. Ara, zamo. Fo, Nina. Oddio. Zam. Zam. Occhio. Gari vito. Vedi. Cudi. Rachtem. Vedi. Zin. Zam. Zin. 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 Oh, midi sunicem. Midi goma. Midi poi. Midi. Da carga. Já tô. Uau. Dio, midi. Midi. Zin. Uau. Zin. Midi. Nokçuz. Zin. 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 Stop. Occhio, carchico. Maimuni tappino. Wasn't become. Stop. Stop. Самой кадап. Моди. Патарай. Перта. Самой. Цень. Ара. Моди, сам. Моди. Моди абайши. Моди. Моглед. Андрей. Тарчи. Моглед рейса. Твис.
სულ ეს იყო. ნახოთ, დავამონტაჟებ რა გამოვა. რაზეც ქონდა აქცენტი, რაზეც მინდოდა საუბარი, მოკლედ ის იყო, რომ მინდა თუ იმეს გაქვთ გამოცდილება და გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, მომაწოდოთ, მომწეროთ პირადში, რომ წერი ბუდეზე როჯდება სუნს კარგავს და არ შეიძლება არ გამაგდროს ძაღლის ტარება. თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მომაწოდეთ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ტარება იმ დაკარგული ფრინველის პოვნა. უფრო ძნელია ძაღლისთვის და მაგ დროს უფრო იხვეწება, ცუდი რაც არის, არ უნდა მოხდეს ბუდეზე ფეხის დაბიჯება, ძაღლის ბარტყზე მიტანება, ეს პრეცედენტები უნდა აღვფრათ. დანარჩენი ვფიქრობ, რომ სულ უნდა ატაროთ ძაღლი მინდორში გაზაფხულიდან სეზონის დაწყებამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ ვიდეოები.